მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. ახლა მინდა ვთქვა შემონათვალის შემონათვალი. აი ყველა ცნობილი ადამიანის შემონათვალი შევაჯამო რაც კი ოდესმე მithქვამს და ჩემიც დავამატო. ისინი ჩირაღდნები არიან, მე კი პატარა ციცინათელა. და რა კი ჩირაღდნები ჩაქრნენ, ციცილნათელამ მაინც თქვას თავისი სათქმელი. ამიტომ, ჩემო ქართველებო, დავიწყებ იქიდან, რომ როგორც იტყოდა ჩვენი ილია ჭავჭავაძე, ჩემზე დამბობენ, იგი სიავეს ქართლისას ამბობს. ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინ ვესცნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია. აი ასეა, ჩემო ქართველებო, თქვენ ხო არ გიყვართ სიმართლე? და მართალი იყო ილია ჭავჭავაძე ვაიმერს, სადაც გმირზე მეტი მოღალატეაო. ამიტომ ახლა დავამატებ ოტია იოსელიანის სიტყვას. თუ ერთხელ გატყუებენ, ეს შენი ბრალი არ არის, რადგანაც სხვა მოგატყუა. თუ მეორედ გატყუებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი ხარ. ხოლო თუ მესამედაც გატყუებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაწყობს რომ გატყუებდნენ და ქვეყნის გამყიდველი ხარ. აი ამას იტყოდა ჩვენი ოტია იოსელიანი. და ზოგიერთ ქართველს აწყობს რომ რუსი ატყუებდეს, იმიტომ რომ ქურც რა უნდა და ბნელი ღამეო. რუსი აძლევს უფლებას მოღალატე ქართველს რომ ქურდოს თავისი ქვეყანა. ხოლო იმ უგუნურ ვაი ქართველს, უпроსტოდ ნაქართველარს გონია რომ რუსი ნივრიდან ქერქს მაინც გადაუგდებს. ნუ რას უკაცრავად? გამოხრულ ძვალცაც ვეღარ ეღირსებით. და რაც შეეხება ახლა კიდევ ერთ შემონათვალს, რომ შევეხები. აი მაშინ ბევრ რამეს ცხადყოფს ეს შემონათვალი. ქართველმა ერმა დაკარგა თავგანწირვა და დაივიწყა მერაბ კოსტავას შემონათვალი. წინ ხტომ სიკვდილს თუ უმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო. ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო. ზოგისათვის გმირობა უკვე მიუღებელია, მე ვგულისხმობ ქოცებს და მათ ბრმეულს და არა მრევლს. ბრმებო, არქიფოსეთურის მონებო, თქვენ რა იცით რა არის გმირობა? ჯერ დაბანა ვერ უსწავლია ზოგიერთებს და ერთი შარი და ამბავი ატეხეს, როდესაც ზოგიერთ შევახსენე რომ რუსი დასცინის უკვე, რომ ტრანსპორტში არ შეისვლება საქართველოში. ისეთი სუნია ზოგიერთი ქართველისაგან. აი სიმართლეს რომ იტყვი და ასე გამოგიდგებიან. უკვე ზოგმა არ იცის რაქნას და ჩემს იერს დასდევენ. თუ რამაცვია მე კავკასიური ქუდით გამოვედი, მუსლიმად ჩამთვალეს ხატია ჯანაშიამ ალტიმფოს წარმომადგენელმა. და კონტექსტიდან რომ იცის ამოჭრა ფრაზების. მე თურმე მუსულმანი ვარ. კარგი, ახლა გამოვდივარ ევროპული ქუდით. ახლა იტყვით ურია არისო. თუმცა ურიას მე რუსებიც მეძახიან, არ ვიცი ოღონდ რატომ. შეიძლება იერით მართლა ვგავარ ებრაელს, მაგრამ თუ ებრაელობა დანაშაულია, მაშინ თქვენ ნაცისტები ყოფილხართ. და აგერ ებრაელი რო გაზით თავზე ივანაშვილი, რომელმაც იყიდა ქართული გვარი ივანიშვილი. აი იმას არაფერს ეუბნებით და მე დამსდევთ აგერ ქართველ ადამიანს. სხვა შორის რო იძახით აფხაზი ქართველი არ არისო და შენ სახელმწიფოში წავდი. ესე იგი აღიარეთ უკვე აფხაზეთი? აფხაზეთი საქართველოა, ხოლო აფხაზი ქართველი. ეგ იცოდეთ. უგუნურებო, წიგნები წაიკითხეთ და ზოგიერთებს გირჩევნიათ, ჩემთან კამათს დაიბანოთ რა. თორე ყარ ხართ, ღორი არ ყარს ისე როგორც თქვენ. და მიდით ახლა მოერიდეთ სისულელეებს. ეს შეიძლება აი ჩემი ბოლო მიმართვა იყოს, იმიტომ რომ მე მომბეზრდა უკვე
თქვენთან საუბარი, ისეთი კომენტარები მოვისმინე ზოგიერთებისგან, რომ აი ამაზრზენია რა, უბრალოდ გულის ამრევია. თქვენ მართლა იმის ღირსები ხართ, რომ რუსეთმა უკანა ეზოდ გაქციოთ, გაქციათ კიდეც, მაგრამ მე კავკასიელები მეწოდება. თავის დროზე ქართველი ერის უგუნურებამ დაღუპა მთელი კავკასია. იმიტომ რომ როდესაც დაინახა ერის გარკვეულმა ნაწილმა, თუ რასაც წარმოადგენდა რუსეთი და უკვე ცდილობდა რუსების უღლის გადაგდებას, ნაწილი არ ამოუდგა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველობას და ჩატოვეს ქართველები რუსულ წუმპეში. და მეს აღწერილი მაქვს ჩემს ლექსში 240 წელი ტყვეობის. თუ როგორ მოგატყუათ რუსებმა გეორგიევსკის ტრაქტატით, როგორ მოაწერინეს შანტაჟით ხელი ერეკლე მეფეს, აი ამ ტრაქტატზე მოღალატე თავადების წყალობით, რომლებიც უტევდნენ მეფეს. და თქვენ ახლა გინდათ რომ რუსულ წუმპეში ჩააბრუნოთ ქართველობა. რაზე უნდა ველაპარაკო ქოცებს? ზოგს აი მესამედ ვიმეორებ, ჰიგიენა ვერ უსწავლია და იღრინება აქ ცოფიანი ძაღლივით. და ასეთ ერს მე ნახდათ არ ვიცი, ერის ასეთ ნაწილს უпростоრეთ. რა უნდა უთხრა? რა უნდა უთხრა უბრალოდ? ჰიგიენა ვერ გისწავლიათ და ქვეყანას მიხედავთ და კიდევ იღრინებით. რა არის თქვენი ცხოვრების არსი? მარტო ხრეობა და ჩეჩმა? ჭამა და მონელება? ხის ჩეჩმებში რო დაეთრევით ზოგიერთები დღემდე როგორც რუსეთში და დღემდე ვერ მიმხვდარხართ თუ რა სიღატაკეში გამყოფებთ რუსები და კიდევ აძლევთ ხმას. აი მაგალითად იმერეთიდან რა ცნობებიც მომდის, რომ ზოგიერთი სოფელი ქუთაისის ირგვლივ მოწყვეტილი იყო ერთი კვირით სინათლეს და ზოგიერთი უგუნური ქოციანო აძლევდა ხმას კიდევ აი ამ რეჟიმს, ვინც მადლობას უხდიდნენ რა, აი ამ მთავრობას, რომ მადლობა ღმერთო, ერთი კვირის შემდეგ მაინც გაგვიკეთეთო შუქიო. ყოჩაღ რა, აი მონური ფსიქოლოგია. თქვენი მონობის არ ვიცი, ეტალონი უნდა იყოს ალბათ თქვენი მონობა ტრისათვის, რომ თქვენნაირი მონების კლონი გამოიყვანონ. კარგი მაგალითები ხართ მონების და იმიტომ აწყობთ აი ამ რუსებს, რომლებიც დროებით გეფერებიან, შემდეგ კი ჩაგანაცვლებენ. უკვე გისახლდებიან აქ და ზოგიერთები რო იძახით, ახ რუსები რას გვიზამენ, მართლმადიდებლები არიანო. როგორც ფიოდორ დოსტოევსკი იტყოდა, რუსები ნახდად არიან ქრისტიანები, სანამ თავს მოგჭრიან პირჯვარს გადაიწერენო. აი როგორი ქრისტიანები არიან რუსები და ამას თვითონ პედოფილი დოსტოევსკი წერდა, რომელიც გამოირჩეოდა პათოლოგიით და გარყვნილებით. მიდით ეთაყვანეთ ასეთ რუსებს, შეუძვერით, უფრო ღრმად, უსაპნოთ. მიდით ქართველებო. აი ასეთი ფრაზებით უნდა გესაუბრებოდეთ მე თქვენ, ზოგიერთი რომ წერს, აი ვერ იგებენო შენ რომ მეცნიერული ენით ესაუბრები. აი ამ ენაზე ხო გაიგებთ რა თქვენ მონებო. გარეთ მხდალი, შინ ძლიერი, აი ასეთია ქართველი ერის პრორუსული ნაწილი. რუსი გისახლებთ ახლა მუსლიმებს და დაგაჩოქებთ მაგათი შიშით. რა, რუსეთის იმპერიის დროს არ გისახლებდათ? აფრიკელებს, აზიელებს და დანარჩენ კიდევ გადმოსახლებულებს. კიდევ იწვნევთ კოლონიზაციას, ქართველი ერისაგან არაფერი დარჩება. როგორც იტყოდა ჩვენი მერაბ კოსტავა, მალე ხელის ცეცებით დაუწყებთ ერთმანეთის ძიებას. აი ეს გჭირთ თქვენ. და კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო. სვიად გამსახურდიას თქმის არ იყოს, დინების მიმართულებას ხოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. აი ახლა ეს რეჟიმი მიგაქანებთ რუსებისკენ. თქვენ მკვდარი თევზები ხართ და მიყევით ამ დინებას, ჩვენ კი ცოცხალი თევზები.
არ გავყვებით აი ამ რუსულ წუმპეს.